Hamparan luas bunga matahari yang sedang mekar menghiasi wilayah Gori Municipality, Georgia. Tepatnya di dekat desa Nadar Bazevi. Pemandangan ladang berwarna kuning keemasan ini menarik perhatian wisatawan yang datang menikmati keindahan alam. Petani setempat, Teimuras Suturi, telah menanam bunga matahari selama bertahun-tahun dan kini mengelola lahan dengan luas sekitar 50 hektar. Menurut Suturi, bunga-bunga tersebut mulai bermekaran dan akan mencapai keindahan maksimal selama sekitar 10 hari ke depan. Musim mekar bunga matahari ini menjadi momen spesial bagi warga dan pengunjung yang ingin menikmati panorama alam khas musim panas di Georgia. Subscribers თვითონ ყვავილობა ძალიან ლამაზია და რაც იწვევს ტურისტის მოსვლას ადგილზე და გახარებულები არიან ხალხი, რომ ასეთ სილამაზეს ხედავენ. და ჩვენს ყვაყოფილები ვართ ყველანაირად, რომ ეს მზესუმზირა მოყვავს და ხალხს ვანიჭებთ ასეთ სიამოვნებას. მზეს ყვავილობა დაიწყო, ეს ითესება, ანუ მზესუმზირა კულტურა ითესება გაზაფხულზე და ეხლა დაიწყო ყვავილობა დაიწყო და ეს ყვავილობა გაგრძელება 10 დღე, როგორც რომ ეს ყვავილები ზუსტ ლამაზი იყო და შემდეგ უკვე ყვავილები გასულა მეტნაკლებად და წავუყვე როგორც მარცვალი, ეგრეთ ჩამოყალიბდა მზესუმზირის თავები. თქვენ შეხედავთ, რომ ტურისტები ძალიან ხშირად მოდიან, იმიტომ რომ პირველი ჩვენ სადაც ვიმყოფებით არის შიდა ქართლის მხარე, ნადარ ბაზევი ისტორიული მხარეა, აქედან 6 კილომეტრში არის სამხრეთით უფლისციხე. ეს ტბა ნადარბაზევი ლეგენდის თანახმად თამარ მეფეს დაუარსებიეს აქ სოფელი და ნადარბაზები ქონდიათ. ესეთი ლეგენდა არსებობს ამ მხარეში და ესეთი ჩვენ სოფელზე. ასევე აქ არის გამორჩეული სალოცავი ზეგარდის წმინდა გიორგის, ეს აქ ამ ტერიტორიაზე, ანუ ამ არეალშია, სულ ეს ყველაფერი არის 6 კილომეტრის რადიუსში. Jelajahi cara baru mendapatkan informasi. Download Metro TV Extend sekarang.